საშიშო პროგრამა. მუხლები არის ზუსტად მხრების ქვეშ, ტანი ოდნავ წინ წამოიღეთ, ოღონდ არ მოხაროთ. ხელები დაიჭირეთ წინ და აი ესე ოდნავ მოდიხართ უკან, ოდნავ შეეხოთ აკო ქუსლებს და ისევ ავიდა სევით. ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა. ესე სადღაც უფლად არ გაასწოროთ ბარძაყები, ისე გააჩერეთ და იგრძნობთ აი აქ როგორ იძაბება კუნთები. არ იჩქაროთ, გააკეთეთ ნელა და დაკვირვებით. თუ კარგად დაუკვირდებით, იგრძნობთ რომელი კუნთი იძაბება, რომელი კუნთი მუშაობს. თუ ხვდებით, რომ ეს დუნდულა კუნთები არ მუშაობს, არ იძაბება, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებთ და მაშინ უნდა გაჩერდეთ და შეცვალოთ მდებარეობა. ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა. ერთხელაც, ეხლა გვერდულად დადეთ იდაყვი მთლიანად და აქედან სევით, ქვევით ფეხი. მოხრილი მუხლში. სევით აიტანეთ, სულ ცოტა ხანში უნდა იგრძნოთ ეს გვერდითა კუნთი როგორ აგეწვათ. ათი წამი და მეორე მხარეს გადავალთ. ერთიც. დადეთ ისევ ბოლომდე იდაყვი, სევით, ქვევით. ათი წამი დაგვრჩა მხარესაც და მერე დავწვევით მუცელზე. ერთიც. გადმოდით მუცელზე. მოხარეთ ფეხები, დაძაბეთ ქუსლები, სევით, ქვევით. ბარძაყები მაღლა, დაბლა. ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა. კარგად მაქსიმალურად მაღლა აიტანეთ, ბარძაყები, მუხლები, ტერფები არის ზუსტად მხრების სიგანეზე. არც ძალიან განზე არ გაიტანოთ, არც შეაერთოთ. ეხლა ავიდა ფეხები ზევით, გაიშალა და მოიხარა. გაშლისას ფეხის კიდები დაჭიმეთ, მოხრის დროს დაჭიმეთ ქუსლები. სულ ჰაერშია ფეხები, ძირს არ დადოთ.
10 წამი დაგვრჩა. გაშალეთ, ეხლა ხუსლები შიგნით ფეხის თითები განზე და ესე ერთმანეთთან მოგაქვთ ხუსლები შეახეთ და განზე. ზევით აიტანეთ კარგად ფეხები, რომ ეს დუნდულაკუნთები კარგად ამუშავდეს. ეს ბოლო ვარჯიშია, ამის მერე შეგიძლიათ დაისვენოთ. საერთოდ ვარჯიშის შემდეგ თუ წონაში დაკლება გინდათ, მინიმუმ 1 საათი მაინც ჯობია, რომ საჭმელი არ მიიღოთ არანაირი. წამი დაგვრჩა. დაადეთ ფეხები.